აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით დღეს წმინდა გიორგის სახელობის ილორის საკვირაო სკოლის დევნილ მოზარდებს მწერალი გურამ ოდიშარია ეწვია. ის დევნილ ბავშვებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე ესაუბრა. შეხვედრის ფარგლებში მწერალმა გაეხსენა აფხაზეთიც. ღონისძიების დასასრულს კი დევნილ ახალგაზრდებს საჩუქრად მისივე ხელმოწერით საავტორო წიგნის სალამია გადასცა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრიც დაესწრო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვა ტიპის არაფორმალურ შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს. განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდა ილორის საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა მწერალ გურამ ოდიშარიასთან. ბატონმა გურამმა ახალგაზრდებთან ისაუბრა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, ჩვენს საერთო ტრადიციებზე და კულტურაზე. ლიტერატურა ყოველთვის იყო, ერთი ფუნქცია ჰქონდა კიდევ, ეს რომ ის ხიდის როლსაც თამაშობს, ანუ ლიტერატურული ხიდი, ანუ წიგნები, რომელსაც იქაც წაიკითხავენ და აქაც წაიკითხავენ და ეს თაობა ბავშვების აუცილებლად ამ წიგნების შემდეგ უფრო მეტად გაუადვილდებათ მათ დიალოგის წარმართვა. კარგი შეხვედრა იყო, ბატონმა გურამმა ისაუბრა თავისი წიგნების შესახებ და აფხაზეთის ისტორიები გაიხსენა და მე ძალიან ყოფილი ვარ.